დაპირისპირება, რომელიც ბრძოლამდე კარგახნით ადრე დაიწყო. დამამთავრებინე ხა თორე ხელი თორე ჩემი ცოტათი დაძაბულობა არის. აი სამდე ვეღარ უთმე. ეხლა მეუშვ. როცა ქიმაძე რინგზე ჩემთან დადგება, მას დაცვა ვეღარ უშვებს. ოკელავაძეს წარმოდგენაც არ აქვს თუ რამდენად რთული ბრძოლა ელოდება. გიორგი ჯავათი ქიმაძე 93 კილოგრამის ჩემპიონობაზე პირველი დღიდან საუბრობს და სანამ მას არ დაეუფლება, გაჩერებას არ აპირებს. ნიკა კრეიზი ბოკელავაძე ორგანიზაციაში ხმაურიანად გამოჩნდა. 2 ბრძოლა, 2 ნოკაუტი. თქვენ ნახავთ რატოა ჩემი ნიკნეიმი რინგზე კრეიზი. პირველი რაუნდში დავანოკაუტებ თქვენ ჯარებს. აი მე ნახავთ. ამ ბრძოლის შემდეგ, გარდა გამარჯვებისა და საჩემპიონო ბრძოლის მოპოვებისა, სახლში უფრო მდიდარი დაუბრუნდება. მოდი თუ გინდა მე და შენ აგერ ხალხის წინ, ჩვენი ბრძოლის წინ 1000 მწვანე დავდოთ და ვიჩხობოთ, გინდა? გინდა? ქიმაძემ ბოლო ბრძოლაში ირაკლი ფიფიას ძლია და გამარჯვების შემდეგ ნიკა ბოკელავაძე გამოიწვია. ეხლა ცოტა ცუდ ხარეს გადავალ. ხარეს რომლიდანაც მე არ გიყვარვარ. მე მინდა რინგზე დაუძახო ტემოდან გამოწერილ მაიკ ტაისონს, რომელიც ერთ ადგილს ათამაშებს და მე შევაწყვეტინებ აქ მაგ ადგილის თამაშს. ოკელავაძე მინდა რომ გადმოვიდეს. ქიმაძეს როცა გავივრიკიდე, თქვენ ჩემპიონობას მიხედავთ. აი მაგ კამარს აგერ გადავიკიდე. სანაუასადა აი უნდა შაშორის მოკებულ შევხვდები და მათაც დავაძინებ აქ მაგასაც არ არის პრობლემა. მიუხედავად მისი გამოხტომებისა, მე მის მიმართ არანაირი პირადი აგრესია არ გამოჩნია. მეტიც, ჩემი გამარჯვების შემდეგ მე მზად ვარ მას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარო, თუ ამის სურვილი ექნება, რა თქმა უნდა. მათ შორის გამარჯვებული ავტომატურად გახდება 93 კილოგრამის ქამრის ნომერ 1 პრეტენდენტი.